ეს დღე ყველა ქართველისა, ყველა ჩვენი თანამემამულესი, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ცხოვრობს და მოღვაწეობს. დღევანდელი დღეც 27 მაისი დიასპორის დღე, 26 მაისი სიხარულის ყველაზე ლოგიკური და ემოციური გაგრძელებაა. ამ დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე ჩვენ ქართულ დიასპორის წარმომადგენლებს მასპინძლობთ. დიასპორა ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ძალიან კარგად მესმის ყველა ქართველის, უცხოეთში მყოფი მცხოვრები ქართველის ემოცია და ფიქრი, რაც თავის ქვეყანასთან აკავშირებს. ამიტომაც განსაკუთრებით გილოცავთ დღევანდელ დღეს, ჩვენო თანამემამულეებო. დღევანდელ ფორუმს კი გახსნილად ვაცხადებთ. ეხლა კი მინდა სცენაზე მოუხმო ანსამბლს ჩვენს მეგობარს, პატარა ემიგრანტებს ათენიდან, რომელიც სპეციალურად ეროვნულ დღისადმი მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდნენ საქართველოში. ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ კავკასიასთან არსებული წმინდა ნინოს სახელობის ქართული პოლიფონიური გუნდი, პოლიფონიური მუსიკის გუნდი. გთხოვთ. ანსამბლი 2007 წელს დაარსდა ცენტრ კავკასიას დამფუძნებლის ბატონი ავთანდილ მიქაბერიძის ხელმძღვანელობით და ინიციატივით. საბერძნეთში ანსამბლს მიღებული აქვს არაერთი საპატიო ჯილდო. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია მამუკა ინაძე, ხოლო პედაგოგები ნატალია ანთია და გიული ხმალაძე მოისიდუ. ბატონი მამუკა და ქალბატონი ნატალია დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან სტუმრად. გთხოვთ. მართლაც არაჩვეულებრივი ბავშვები არიან. დიასპორას სამშობლოსთვის ტრადიცია, ერთიანობა და განვითარება, ასე ქვია დღევანდელ ფორუმს, რომელიც ქართული სახელმწიფოს მხრიდან დიასპორის მხარდაჭერას და ჩვენი თანამემამულეების წარმატებულ საქმიანობას წარმოაჩენს. ჩვენმა სახელმწიფომ თავის ერთ-ერთ უმთავრეს მოვალეობად სწორედ ემიგრანტებთან ზრუნვა, ემიგრანტებთან მუშაობა და ურთიერთობა დაისახა მიზნად. პირველად საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის საშუალოსთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარებაზე.
ამ პროცესის ავანგარდში, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო დგას, რომელიც ზრუნავს და აფასებს ჩვენი თანამემამულეების უცხოეთში და მათთან ერთად წარმოაჩენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. მინდა სიტყვა გადავცე საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაგა ბოჯორიშვილს გთხოვთ. მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს, ჩემს კოლეგა მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, მეუფე შიოს და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს. აქ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს და მათ, ვინც შორიდან გვადევნებს თვალს. ჩემთვის დიდი პატივია დღეს ვუმასპინძლოთ დიასპორის ფორუმს. გილოცავთ ქართული დიასპორის დღეს, რომლის აღნიშვნაც უკვე რამდენიმე წელია სასიამოვნო ტრადიციად ჩამოყალიბდა. სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შემდეგ 27 მაისს ქართული დიასპორის დღის აღნიშვნა, რაც ჩვენს ერთიანობას უსვამს ხაზს. ყოველწლიურად დიასპორის ფორუმის ფარგლებში ჩვენი შეკრება ემსახურება ჩვენი ერთიერთობის განვითარებას და სამშობლოსთან ჩვენი ძვირფასი თანამემამულეების კავშირის განმტკიცებას. თანამედროვე სამყაროში ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება განვითარების განუყოფელ ნაწილად იქცა, რის გარეშეც დღეს ფაქტიურად წარმოუდგენელია საზოგადოების ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული განვითარება. დღეს მსოფლიოში 280 მილიონი ადამიანი სხვადასხვა მიზეზით ცხოვრობს სამშობლოსგან შორს. ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია და ეს ციფრი ყოველწლიურად იზრდება. უფრო მეტიც, გლობალიზაციის პირობებში ადამიანები უფრო მარტივად კარგავენ ერთი კონკრეტული ეროვნული ჯგუფისადმი კუთვნილების განცდას. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გაწყვიტოს კავშირი და გავწყვიტოთ კავშირი ჩვენს თანამემამულეებთან. არც ქართველს ჩვევია ფესვების მარტივად დავიწყება. სწორედ ამიტომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტი არის საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართული დიასპორის განვითარების ხელშეწყობა. საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ბოლო 10 წლის განმავლობაში თვისობრივად შეიცვალა ქართული დიასპორის შესაძლებლობები. დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედებს 300-ზე მეტი დიასპორული ორგანიზაცია, 100-ზე მეტი საკვირაო სკოლა, ფოლკლორული ასამბლები, თეატრები თუ მედია პლატფორმები. მათი ხელშეწყობისთვის სახელმწიფო მუდმივად ახორციელებს საგრანტო პროექტებს. გასულ წელს საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მომზადდა ახალი სახელმძღვანელოები, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა საზღვარგარეთ მოქმედ საკვირაო სკოლებს. წელს პირველად განხორციელდა საკვირაო სკოლების პედაგოგებისთვის გადამზადების პროგრამა, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს მათ შესაძლებლობებს. ყველა ნაბიჯი, რასაც სახელმწიფო დგამს, მიმართულია ერთი მიზნისკენ, ჩვენს თანამემამულეებს შეუნარჩუნოთ ქართული იდენტობა სამშობლოსთან და ქართულ კულტურასთან მაკავშირებელი ძაფები. სამშობლოსგან მოშორებული ადამიანის ემოცია განსაკუთრებით მძაფრია, სიყვარული უფრო მკვეთრი, მონატრება კი სულის შემკვრელი. ამ ემოციის გაზიარებაში განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩვენს ეკლესიას. ფასდაუდებელია ქართული სამრევლოების როლი მამულს დაშორებულებისთვის ენისა და სარწმუნოების შენარჩუნების საქმეში. ძვირფასო სტუმრებო, დიასპორის საკითხებში საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებული ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე შეუმჩნეველი არ რჩება. გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო გახდა გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის თანათავმჯდომარე ქვეყანა და ირლანდიასთან ერთად ხელმძღვანელობს ალიანსის მმართველ საბჭოს. მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს ალიანსის ფართომასშტაბიან ფორუმს, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მაღალი ნდობის გამოცხადების მკაფიო დასტურია.
და ბოლოს მადლობას გადავხდი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული დიასპორასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში და ნაყოფიერად თანამშრომლობენ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ძვირფასო თანამემამულეებო, პატივცემულო სტუმრებო, კიდევ ერთხელ გულითად მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. მადლობა. ძირფასო მეგობრებო, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში დიასპორას უდიდესი როლი აკისრია. დღეს ამ ურთულესი მსოფლიო გამოწვევების ეპოქაში ყველას გვჭირდება ერთიანობა და ერთსულოვნება. ამ ერთიანობის საძინდარიც სწორედ რომ სახელმწიფოა. მინდა მოუხმო საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს გთხოვთ. მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალბატონ საგარეო საქმეთა მინისტრს, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკი და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს შიოს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მოგესალმებით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ბატონებო და ქალბატონებო, ყველაზე ძალიან მივესალმები ჩვენი დიასპორის ძვირფას წარმომადგენლებს და ასევე საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს ქართველებს. ილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გუშინ მთელმა საქართველომ აღვნიშნეთ ეს ჩვენთვის ძვირფასი დღე და დღეს აღვნიშნავთ დიასპორის დღეს, ესეც სიმბოლურია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესე ფიზიკურად ებმის ეს თარიღები. როლი დიასპორის და ჩვენი თანამემამულეების ძალიან დიდია. თქვენ სადაც მოღვაწეობთ, ცხოვრობთ იმ ქვეყნებში, წარმოაჩენთ ჩვენს ქვეყანას, თქვენ ახართ ელჩები და საქართველო მდიდარია თავისი კულტურით, თავისი ისტორიით, თავისი წარმომავლობით და ნამდვილად გააქვთ იმის ფუფუნება და შესაძლებლობა, რომ წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოებისთვის. ამისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო იმ ხალხს, რომელიც ზრუნავს ახალი თაობისთვის, რომ აზიაროს ჩვენს იდენტობას, ჩვენს კულტურას, ჩვენს ენას. მე თავად ვიყავი დიასპორის წარმომადგენლები დაახლოებით 18 წელი მომიწია საზღვარგარეთ ყოფნა და ვიცი რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, როცა ყავს ოჯახი, შვილები, როცა სწავლობენ განსხვავებულ ენაზე და გიწევს რომ აზიარო შენს ორგანულს, ქართულს, კულტურას და მესმის ეს სირთულე, მაგრამ ვართ დიდარი ერი და შეგვწევს იმის ძალა, რომ ეს ყველაფერი იყოს წარმოჩენილი ყველგან, სადაც ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები. ასევე დიდი როლი აქვს ჩვენს ეკლესიებს, ჩვენ სამრევლოს, ეპარქიას, მე მათ ხელმძღვანელებს, სასულიერო პირებს განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ უდიდეს შრომას ეწევიან და რამხელა ძალა აქვს, როცა ამდენი შეიძლება თულ პროცესში ყოფი ჩვენი თანამემამულე არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში და როგორი, ასე ვთქვათ, დახმარება მათთვის, რომ არსებობს იქ ეკლესია და შეუძლია მივიდნენ და მართლმადიდებულ ეკლესიაში ილოცონ და ამისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს ჩვენს სინოდს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქვეყნებში, სადაც ჩვენი დიასპორა არის, ფუნქციონირებდეს ჩვენი ეკლესია, ეს მართლაც დიდი შეღავათია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე თქვენი როლი დიდია სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, კულტურის თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, რომ დიდ შრომას ეწევით იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა უფრო მჭიდრო და განვითარებადი იყოს ჩვენს შორის, იმ ქვეყნებში, სადაც თქვენ მოღვაწეობთ და ჩვენს ქვეყანას შორის და ამისთვისაც განსაკუთრებული მადლობა თქვენ და მიმაჩნია, რომ
შეგვწევს ძალა ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვავითაროთ. მე ახლა სიტყვით გამოვდივარ და ხარდაჭერას გიცხადებთ, მაგრამ როგორც პრეზიდენტი მინდა აქვე დავაფიქსირო და ჩემი ასე ვთქვათ ადმინისტრაციაც ვიქნებით მზად იმისთვის, რომ უკვე საქმიანად და პირდაპირ მნიშვნელობით ჩავერთოთ ამ პროცესში, რომ უფრო მჭიდრო გავხადოთ ჩვენი ურთიერთობები დიასპორასა და ჩვენ სამშობლოსთან ურთიერთობაში. იცით, რომ პრეზიდენტს აქვს დიდი როლი ამ შემთხვევაში და შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი უფრო კონკრეტიკაზე დავიყვანოთ და უფრო განვავითაროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობა მინდა გადაუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩვენს ხელისუფლებას იმისთვის, რომ ძალიან ნაყოფიერად და მნიშვნელოვან საკითხებს ავითარებს ჩვენს დიასპორასთან ერთად და ეს პროცესი დარწმუნებული ვარ უფრო მჭიდრო გახდება. ვიყოთ ჩვენი სამშობლოს მოყვარულები, სადაც არ უნდა ვიყოთ, სამშობლო თან უნდა გვდევდეს ყოველთვის და მით უმეტეს, როცა ვართ საზღვარგარეთ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ დამერწმუნებით, რომ აბსოლუტურად სხვა განცდებით ხარ და მე უფრო შეიგრძნობ თუ რა სიმდიდრეს ფლობს, რა მნიშვნელობა აქვს, როცა ხარ ქართველი და როცა გაქვს ასეთი ისტორია და ესეთი მდიდარია შენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ გილოცავ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებებს. მადლობა. ძირფასო მეგობრებო, რომ არა, მთავრობის კმედითი მხარდაჭერა და პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობა დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებში შეუძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს მიერ უმაღლეს დონეზე დეკლარირებული დიასპორული პოლიტიკის განხორციელება. ბატონი ირაკლი კობახიძის მიერ დიასპორის მუდმივი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რაოდენ დიდი ყურადღება ეთმობა მთავრობის მხრიდან დიასპორასთან ურთიერთობას. ბატონ ირაკლი კობახიძეს ვთხოვ. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპატრიარქო ტახტის მოსახდრეს, მეუფე შიოს, მოგესალმებით საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მოგესალმებით პარლამენტარებს, მინისტრებს, ღრმად პატივცემულ სტუმრებს და არასთავარია, მოგესალმებით ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს აქ იმყოფებიან დარბაზში და ასევე რომლებიც შორიდან გვადონებენ თალყურს. მე მოხარული ვარ, რომ აქ შეასრულება მოგმართოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ეს დღე ეძღვნება 100,000-ობით ქართველს, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უწევს დღეს ცხოვრება და მოღვაწეობა. ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, საზღვარგარეთ ცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება არის, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის განსაკუთრებული ვალი. დღევანდელ დღეს მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დიასპორაზე ზრუნვა 2017 წელს ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებად გამოცხადდა. კონსტიტუციურ პრაქტიკაში ეს არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი შემთხვევა, რითაც თითოეულ ჩვენგან შეგვიძლია ვიამაყოთ. და პრაქტიკაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს მრავალ პროექტს, რომელიც ამ კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებისკენ არის მიმართული. თუმცა ვაცნობიერებთ, რა თქმა უნდა, რომ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საზღვარგარეთ ცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე და ვიზრუნოთ იმაზე, რომ მათ შეინარჩუნონ, რაც შეიძლება მჭიდრო კავშირი საკუთარ სამშობლოსთან. საქართველო გახდა გასული წლების განმავლობაში დიასპორის სფეროში ყველაზე მაღალი პლატფორმის გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის მმართველი საბჭოს თანათავმჯდომარე ქვეყანა, ამ სფეროში ისეთ წამყვან ქვეყანასთან ერთად, როგორც არის ირლანდია. ამასთან საქართველო არის დუბლინის დეკლარაციის ხელმომწერი მხარე, რითაც ის უერთდება გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიან მიდგომას დიასპორის სფეროში. დიასპორასთან ურთიერთობისა თანამშრომლობის შუა პრაქტიკამ ფართო აღიარება მოიპოვა საერთაშორისო დონეზე, ისეთ ფორუმებზე, როგორც არის მაგალითად გაეროს გენერალური ასამბლეა, დიასპორის გლობალური სამიტი და ასე შემდეგ. ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა მაღალი დონის ფორუმი თუ სადისკუსიო პანელი საქართველოს დიასპორულ პოლიტიკას და პროგრამებს საუკეთესო შეფასებას აძლევს, რითაც ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიამაყოთ. ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს იმის უფლება,
რომ ისედაც მცირერიცხოვანმა ერმა ჩვენს დიასპორას განსაკუთრებული ყურადღება არ დაუთმოთ. სახელმწიფოს ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული ისეთი პროგრამების განხორციელებისკენ, რომლებიც დიასპორის წარმომადგენლების ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და ასევე განსაკუთრებით განათლების საკითხებს ეძღვნება. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდობის საკითხებს, ახალგაზრდების მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას სამშობლოსთან უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს, რომლებიც უნდა შექმნან ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი. საზღვარგარეთ ცხოვრები, ჩვენი თანამოქალაქეები, მთელ მსოფლიოს ასწნობენ საქართველოს უნიკალურობას, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს კულტურას. შესაბამისად, მათი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში არის, რა თქმა უნდა, უდიდესი. მოხარული ვარ, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი, სულ უფრო მეტი დიასპორის წარმომადგენელი მაქსიმალურად იაზრებს ამ მისიის მნიშვნელობას. ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენი უმთავრესი საზრუნავი, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საქართველოში დაბრუნება უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ყველაფრის გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც მას ცხოვრების სათანადო პირობები და ღირსეული სამსახური უნდა დავახვედროთ. მე მოხარული ვარ, რომ შარშან სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასულებისას მცირედით, მაგრამ გადააჭარბა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების რიცხვი წლიდან წლამდე მოიმატებს. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული მისია, ამოცანა, რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენი თანამემამულე წლიდან წლამდე დაუბრუნოთ სამშობლოში, ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში. ჩვენ ხედავთ, რომ ქართველი ემიგრანტები არ კარგავენ ემოციურ კავშირს საქართველოსთან. სამშობლოს განცდა, მისი სიხარულის და წარმატების გაზიარება არის ყველაზე კარგი ნიშანი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში თავდადებული ელჩები ყავს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქართული დიასპორა არის უმნიშვნელოვანესი რგოლი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გასაყრმავებლად და ასევე ქვეყნის კულტურისა და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოსაჩენად საზღვარგარეთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო საზღვარგარეთ ცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ქართულ სათვისტომოებს, მართლმადიდებლურ სამრევლოებს და ქართულ ფოლკლორულ ანსამბლებს იმ საქმის ერთგულებისთვის, რომელიც ეროვნული და კულტურული თვითყოფადობის, ქართული ტრადიციების შენარჩუნებას ემსახურება. და მაინც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, როგორც კოლეგებმა გაუსვეს ამას ხაზი, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ჩვენი დიასპორის სამშობლოსთან კავშირის გაღრმავებაზე, შენარჩუნებაზე და მე მინდა აქ მადლობა გადავუხადო ეკლესიის წარმომადგენლებს, ეპარქიებს, საზღვარგარეთ მოღვაწე ეპარქიებს, თითოეულ სასულიერო პირს, რომლებიც სწორედ ამ საქმეს, ამ ძვირფას საქმეს ემსახურებიან. მე მინდა ასევე მადლობა გადავუხადო წარმატებულ ქართულ პროფესიონალებს, რომლებმაც შეძლეს და პროფესიულ სიმაღლეებს მიაღწიეს, ითაც მნიშვნელოვან სამსახურს უწევენ როგორც ადგილსამყოფელ ქვეყნებს, ისე საკუთარ სამშობლოს. დღეს, როცა რეგიონში და მსოფლიოში ახალი პოლიტიკური დღესასრიგი ყალიბდება, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში, დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს და ყველამ ერთად შექმნათ ჩვენი ქვეყნის ნათელი და ღირსეული მომავალი. დიდი მადლობა. ძირფასო მეგობრებო, როგორც აღინიშნა, პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში ჩვენი ხელისუფლების მიერ უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირდა სახელმწიფოს დამოკიდებულება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეების მიმართ. რაც საკანონმდებლო ორგანოს მკაფიო გზავნილია და ჩვენი დიასპორისთვის პარლამენტის თავმჯდომარე აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში და მისი სტუმრობას დღეს ამის ნათელი მაგალითია. ვთხოვ პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. მადლობა. მოგესალმებით ბატონ პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო საგარეო საქმეთა მინისტრო, მივესალმები მეუფე შიოს, მივესალმები მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებს, მივესალმები ჩვენს დიასპორის წარმომადგენლებს, ქალბატონებო და ბატონებო. დიასპორის ყოველწლიური ფორუმის ჩატარება ჩვენთვის ძალიან ძვირფას ტრადიციად იქცა.
ყოველთვის განსაკუთრებით გვიხარია, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსულ ჩვენს თანამოქალაქეებს და თანამემამულეებს ხვდებით. სადაც არ უნდა იყვნენ ჩვენი დიასპორები ევროპაში, ამერიკასა თუ აზიაში, მათი სამშობლოსთან ბმა არ წყდება. სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენი გული საქართველოსთვის ძგერს, ჩვენს ქვეყანას, მიწაწყალს, მშობლიურ ხალხს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს მეხსიერებაში. ქართველთა დიასპორები ყოველთვის ხიდის როლს ასრულებდა საქართველოსა და მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებს შორის. მათ დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი კულტურის, ტრადიციების რწმენის, ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, ასევე ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. დღესდღეობით მზარდი დეზინფორმაცია და ცრუ აღქმების ფონზე დიასპორის წარმომადგენლების აღნიშნული როლი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი დიასპორელების წარმატებული საქმიანობა სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს ბიზნესი, ხელოვნება თუ განათლება, საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ამყარებს. ხშირად სწორედ ჩვენი დიასპორელები არიან ხალხის დესპანები და ჩვენი ისტორიის მთხრობელები. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს მოქალაქე ამაყი ვარ თქვენი ამ მიღწევებით. ძვირფასო დიასპორელებო, მაშინ როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ ძლიერი, დემოკრატიული, მშვიდობიანი, წარმატებული საქართველოს მშენებლობას, იზრდება თქვენი როლიც ამ საერთო საქმეში. კარგად გვესმის, რომ საზღვარგარეთ ჩვენი თანამოქალაქეების წარმატება ჩვენი სამშობლოს წარმატებას ნიშნავს. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს დიასპორასთან მტკიცე კავშირების შენარჩუნებას და ისეთი სამართლებრივი ბაზის შექმნას, რომელიც უკეთ დაიცავს თქვენს უფლებებს. ამ კუთხით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საქმიანობა და აგრეთვე მრავალი პროგრამა თუ პროექტი, რომლებიც ხარს უჭერს დიასპორის წარმომადგენლების ინიციატივებს, ხელს უწყობს კულტურულ საგანმანათლებლო გაცვლებს, აძლიერებს კავშირებს ჩვენს საზღვარგარეთ მყოფ ახალგაზრდებთან. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ყველა ქართველს საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად ჰქონდეს ჩვენი ქვეყნის პროგრესში წვლილი შეტანის შესაძლებლობა. ქართველთა დიასპორების გაძლიერების მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა შეინარჩუნონ ეროვნული თვითმყოფადობა. ამ მიმართულებით მრავალი ღონისძიება ხორციელდება, მაგრამ დღეს ყურადღებას გავამახვილებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ კონკურსზე ქართული კალიგრაფია. დღევანდელი ღონისძიება სწორედ საკვირაო სკოლის გამარჯვებულ მოსწავლეთა შესანიშნავი ნამუშევრების ფონზე მიმდინარეობს. ქართული დამწერლობა, ქართული კალიგრაფია, ჩვენი ისტორიის, კულტურის, ღირებულებების ვიზუალური წარმოჩინება. მადლობას გიხდით კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის და მშობლიურ ენასთან ასეთი მტკიცე კავშირების შენარჩუნებისთვის. აგრეთვე დიდი მადლობა საკვირაო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც სამშობლოსგან შორ მანძილზე დიდ შრომას დებენ, რათა ჩვენს ახალგაზრდა თანამოქალაქეებს ყველაფერი მშობლიური შეაყვარონ. ჩვენს დიასპორელებთან ურთიერთობის განვითარების, მათი უფლებების დაცვის, ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის კუთხით აღსანიშნავია ჩვენი საელჩოებისა და საკონსულოების წამყვანი როლი. დღეს გერმანიაში ქართული დიასპორის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის მაინის ფრანკფურტის საქართველოს გენერალური კონსული გიორგი ტაპადაძე დაჯილდოვდება და ბატონი გიორგი გილოცავთ და მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია. მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი და თანამშრომლობა ჩვენს დიასპორელებთან და ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ნათელი, მშვიდობიანი და წარმატებული მომავლისთვის. აქვე მინდა მათთვის, ვისთვისაც შეიძლება ცნობილი არ არის, გითხრათ, რომ ხვალ 4 საათზე საქართველოს პარლამენტში დიასპორის კომიტეტის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართება დიასპორასთან შეხვედრა, ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ პირადადაც გიწევთ საქართველოს პარლამენტში, მოხარული ვიქნები, რომ ჩვენს დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის წევრებთან ერთად და პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად გიმასპინდოს პარლამენტის შენობაში. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქვეყნის სასიკეთო საქმიანობისთვის, წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა.